ძლიერი ქარისგან მიყენებული ზიანი ამ საღამოს გრიგალმა ბათუმში ყოფილი ფოსტის შენობიდან სამშენებლო კონსტრუქციის ნაწილი მოშალა, შედეგად ქუჩაში მიმავალი მამაკაცი დაშავდა. ჩვენი გადამღები ჯგუფების შემთხვევის რამდენიმე ადგილზე მუშაობდნენ. რუსუდან აბაშიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. რუსუდან, როგორია ყოფილი ფოსტის შენობასთან დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა მოხდა ქალაქის სხვა ნაწილებში? დიახ, გრიგალის შედეგად დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მედიკოსების შეფასებით ამაკმაყოფილებელია და სიცოცხლისთვის საშიში არ არის. Როგორც იცით, მოქალაქეები ქალაქის სხვადასხვა უბანში დღეს ერთდროულად დაშავდნენ გრიგალის შედეგად. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ფოსტის ყოფილი შენობიდან სამშენებლო კონსტრუქციის შედეგად კონსტრუქციის ჩამოვარდის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა იყო. ასევე 6 მაისის პარკში დაგლეჯილი ხეების შემთხვევით გამლევ მოქალაქეებს დაეცა, თუმცა ისინი საბედნიეროდ მსუბუქად დაშავდნენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის საშიში. ხეები ქალაქის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე უბანში დაგლიჯა. გრიგალმა და სახლებს სახურავები გადახადა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა თამარის დასახლებაში. აქ სახურავის გარეშე ერთდროულად რამდენიმე 9 სართულიანია დარჩენილი. ადგილზე მობილიზებული არიან სამბაშურო სამსახურები და მიმდინარეობს ტერიტორიის ამ ნაგვისგან გაწმენდა. მერის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ექსტრემალური ვითარების გამო სახურავების გადახურვა დროებითი საფარით მოხდება, ზარალის დათვლა და აღდგენითი სამუშაოები კი უმოკლეს დროში დაიწყება. გამოვედით, კაცი უკვე ძირს ეკდო და აი ამობრუნებული ჩამოვარდა, მეტი არაფერი არ ვიცით. ქარი ამოვარდა და აიქცა ხე, რა ვიცი. დაგვეცა თავზე რა. გადავშით. მადლობა უფალს, რომ გადაგვარჩინა. სამი ვიყავით. მივდიოდი, რომ დავინახე უცბად ხე წაიქცა, დაეცა ამ პატარა ჯიხურს და მოყვა 3 ადამიანი. ერთმა თავის დროზე როგორმე წვალებით გამოვიდა და ორი მერე მოვიდნენ ძალიან ბევრი ახალგაზრდები, მოკიდნენ ხელი ამ ხეს, როგორმე გაანთავისუფლეს და ესე გამოიყვანეს. და უცბად მომენტანად ამოვარდა ძლიერი ქარი, პადიაზებში ძლივ შევვარდით და სახლში რომ შევედით, მე მოგვესმა ძლიერი ბრახუნის ხმა. გადმოვიხედეთ შემდეგ, რომ აი ჭერი რა მდგომარეობაშია, კი ხედავთ, გადმოცვინდა სახურავია. როდის გადახურეს, დიდი ხნის გადახურულია? 4 წლის გადახურულია, მე მგონი. ექსტრემალური სიტუაციიდან გამომდინარე, ბრიზენტით გადახურავენ არსებულ სახლს. ამ უბანში ყველაზე მეტი დაზარალებული ქეშაშვილის 3 ნომერია ეს სახლი, რომელსაც ჩვენ ახლა ვდგევართ. თითქმის ანალოგიური შემთხვევებია მე-9 სახლზე, მე-10 სახლზე. ტოლვითა უпростоრად ეკომიგრანტების სახლად წოდებული 200 სართულიანი სახლი, ერთ-ერთი სახლია კიდე დაზიანებული. საჯარო სკოლის შენობა არის დაზიანებული. ეს ყველაფერი მოხდა დაახლოებით 9 საათის განმავლობაში. სტიქიამ დღეს ქობულეთიც დააზარალა, აქაც დაგლეჯილია ხეები და სახურავები ქარმა სახურავებს საკუთარ სახლებს სახურავები გადახადა. ამ ხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება სოფელ ჩაქვსა და ხუცუბანში. ძლიერი გრიგალის და ქარის შედეგად სადენები დაგლეჯილია სოფელ ხალასა და კვირიკეში, რის გამოც აბონენტები ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილი. დაგლეჯილი ხეების გამო ჩაიხერგა ოზურგეთი ოჩხამურის ავტომაგისტრალის მონაკვეთი და აქ რამდენიმე წუთით მოძრაობა შეფერხდა, თუმცა როგორც გვატყობინებენ, რამდენიმე წუთის წინ ავტომობილების გადაადგილება ამ მაგისტრალზე უკვე აღდგენილია. ქობულეთში მერი გამგეობის სამსახურები და სამაშველო სამსახურები ადგილზე მობილიზებული არიან და მიმდინარეობს ტერიტორიების გაწმენდა. 17 საათსა და 45 წუთზე ბათუმის სანაპირო ზოლში გამოვაცხადეთ საშტომო გაფრთხილება. ყალდილიდან ქარი გადადის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, იქნება 3-8 მეტრი წამში, შესაძლებელია დაქროლვა 13 მეტრი წამში, ზღვა 3-4 ბალი. უნდოდა 3 წლის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდები. არიშალმა გამოიწვია გარკვეული ზიანი მიმაყენა ელექტროგადაცემ ხაზებს. ამ დროისათვის მთლიანად აჭარაში დაახლოებით 4000 აბონენტი არის გამართული. ზემო აჭარაში რაიონ ცენტრებს ყველგან მიეწოდება ელექტროენერგია, ძირითადად გამორჩეული არის სოფლები, ის სოფლები, რომელიც გადამცემი ხაზები გადის ტყეში,
ქარმა მოგლიჯა ხეები და დაგვიზიანა გადამცემი ხაზები და ბოძები. პირველი წუთიდან მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. რამდენიმე წუთის წინ ბათუმის მერიაში საქანგებო თათბირი დასრულდა, სადაც სპეციალური სამსახურები და ბათუმის მერი განიხილავდნენ დღევანდელი გრიგალის შედეგად ქალაქისთვის მიყენებულ ზარალს. კონკრეტულად რა ზარალი მიაყენა ქალაქს დღევანდელმა უამინდობად. პირდაპირ ეთერში ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი საუბრობს. ბატონ გია, მოგესალმებით. ყველა ტერიტორიული ორგანოდან პირველ რიგში მივიღეთ ინფორმაცია არსებული დაზიანებების შესახებ. ეს არის ძირითადად მაინც სახურავების დაზიანება. ეს იყო ბენზეს, ბარცხანის ტერიტორია, აღმაშენებლის ტერიტორიულ ორგანოში, ძველ ბათუმში. ყველაზე ცუდი შედეგი რაც იყო ეს პიონერთა პარკთან მაგნოლიის ხე წაიქცა ქარიშხალის შედეგად და იქვე მდგომის შენობა დააზიანა, რასაც მსუბუქი დაზიანება მოყვა და იქ მათითაიშვილიც დაზარალდა. მეორე აბაშიძის ქუჩაზე რეფერალურში გავალ მე მოვინახულებ, როგორც მოვიკითხე მდგომარეობა სტაბილურია მათ და არანაირი საფრთხე ჯანმრთელობას არ ემუქრება. ეხლა შევისწავლით, რამოდენიმე ადგილას იყო დაზიანება, რომელიც იყო გამოწვეული სამშენებლო ობიექტებიდან, ამიტომ უკვე ხვალდილიდან ზოგიერთ შემთხვევაში თუ სამი საჭიროება იქნება შესაბამის სამსახურებთან ერთად შევისწავლით მაგ საკითხებს. მაქსიმალურად ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში კომისია იმსჯელებს ამაზე და შევეცდებით ის ზიანი, რომელიც თქვათ მიადგა საცხოვრებელ კორპუსებს, IP კორპუსის მეშვეობით იქნება ეს თუ სხვა მაქსიმალურად დავეხმაროთ დაზრალულ მოსახლეობას. უამბიდობაა სინოპტიკოსების ვარაუდები ერთი კვირის განმავლობაში ერთი კვირის განმავლობაში ვარაუდობთ უამინდობას. ეს არის ძლიერი წვიმა და შტორმი. უფრო ჩვენ ძირითადად მაინც სანიაღვრე არხებზე ვზრუნავართ. ბათუმის წყალი, კეთილმოწყობის სამსახური, სხვა შესაბამისი სამსახურები ისევე როგორც ყოველთვის მობილიზებული არიან ასეთ შემთხვევებისთვის და ყველა ჩვენთ ხელთარსებულ ტექნიკურ საშუალებებს და არა მარტო ჩვენს, ეს კერძო კომპანიებიც იქნება თუ სხვები გამოვიყენებ და ამ კუთხით ჩვენ ამ წუთას არანაირი საფრთხე არ გვემოქმნება. ახლაც ადამიანები სახურავის გარეშეა დარჩენილი 9 სართულიანი კორპუსები. თქვენ ბათუმის მერი, სიტყვა შეგიძლიათ, როდის 9 სართულიანი, მოდი ესე ვთქვათ, მე გითხარით კიდევ ერთხელ ყველა ტერიტორიული ორგანოდან ჩამონათვალით შემიძლია მე თქვენ წარმოგიდგინოთ, სად რომელ ქუჩაზე, რომელი საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი თუ ასე შემდეგ დაზიანდა. ამიტომ კიდევ ერთხელ გადავიღეთ ბატონ გია, საცხოვრებელი კორპუსები და ისინი თქვენგან რეაგირებას ელოდებიან. რა შეძლებს ბათუმის მერია? ბათუმის მერია მაქსიმალურად შეეცდება დღესგასატარებელი ღონისძიებებით, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, გავაკეთებთ ამას. კიდევ ერთხელ ვამბობ, შევდარდეთ, შეიძლება თქვენ სხვა ინფორმაცია გაგაჩნიათ, ესეც დადებითი იქნება, ჩვენთვის დამატებით ინფორმაციას მივიღებთ. ყველა ტერიტორიულ ორგანოში, ყველა რწმუნებული მერის მოვაგროვებს ამ ინფორმაციას. აქვე ვიყავით შეკრებილი IP კორპუსის ხელმძღვანელიც, კეთილმოწყობის სამსახურით, სხვა სამსახურებიც. ამიტომ ყველა იმუშავებს მაქსიმალურად. რაც გვექნება ჩვენ შედეგი, იმის მიხედვით უკვე მივჯელებთ. სახურავი აღსაღდგენი იქნება, შესაკეთებელი იქნება. მე მოგახსენეთ, გარდა სახურავებისა, ავტოსატრანსპორტო საშუალებებია დაზიანებული, ვისი ბრალეული ქმედების გამო დაზიანდა. ამას გავარკვევთ და როგორც ყოველთვის მაქსიმალურად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც მერიის და სახელმწიფოს ხელთ არის იმისათვის, რომ შედეგები აღმოვხრათ. დიდი მადლობა ბატონო, წარმატებებს გისურვებთ. მაშა ასე ბათუმის მერის განცხადებით დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უახლოეს დროში მიიღებენ. სინოპტიკოსების ვარაუდით კი უამინდობა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. მართალია ძლიერი ქარი აღარ განმეორდება, თუმცა მოსალოდნელია შტორმი და როგორც გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, თქვენ თავადაც მოისმინეთ, პრევენციულ ღონისძიებებს მერია გართულებების თავიდან ასაცილებლად უკვე ახორციელებს.